მოგესალმებით. ეს გადაცემა მოპარულია და მე მის წამყვანი აკოვა. ეს ჩვენი მე-6 გადაცემაა. ძალიან არ გვინდოდა მე-6 გადაცემის ჩაწერა, იმიტომ რომ ძალიან თარსი რიცხვია ჩემთვის. მაგრამ ესე მოგვიწია და მე-6 გადაცემისთვის მზად ვარ, რომ ცოტა შიშებში ვიყო. დღეს ჩვენ გადაცემას წერთ ჩვენს მეგობრებთან ტოროს ბარში, კიძმარაულის 15 ნომერში. მოვბრძანდით და გაერთეთ ნებისმიერ დროს, აქ იქნება მაღალი მუსიკა და ბევრი გართობა. გელოდებით ყველას. სანამ ვიდეოების განხილვაზე გადავალთ, თხოვნა იქნება რომ გამოიწეროთ ჩვენი არხი და მასთან ერთად გამოგიგზავნოთ ისეთი ვიდეოები, რომლის ნახვაც შემდეგ ვიდეოებში თქვენთვის სასურველი იქნება. მოდი ახლა გადავიდეთ ჩვენს პირველ ვიდეოზე, სადაც ნაჩვენებია ფიზიკის უბადლოდ ცოდნი ადამიანი. ფიზიკას აგიხსნი, იცი რა ხდება, როცა ზავდება წყალი და ზეთი? ცეცხლი. ახლა გიხსნი მათემატიკას. 1500 მიუმატოთ 25, იცი რამდენია? საფხული. მოდი ახლა კი გადავიდეთ შემდეგ. მომიკიდე რა წყალი თუ გაქვს. გაიხარე მეგო. ახლა კი გადავიდეთ შემდეგ სკეჩზე, სადაც ნაჩვენებია კიმ ჩენ ინის ბავშვობა, როდესაც ბომბს აწყობდა. არიგატო. ფიზიკას აგიხსნი, იცი რა ხდება, როცა ზავდება წყალი და ზეთი? ცეცხლი. ზოგადად აფეთქებებში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომელზეც გამოიყენებენ. მაგალითად, ხიროსიმაში გამოიყენეს 5 ლიტრა ოლეინა, ტროაში გამოიყენეს 8 ლიტრა ბარაკა და ავსტრალიაში კიდე თურქული ზეთი გადაასხეს პირდაპირ ეგრევე. მოდი გადავიდეთ შემდეგ სკეჩზე. ეხლა აგიხსნი დალევას. იცი რა ხდება არყის და ლუდის შერევით? რა? ნელო. ეს ხდება. მიდი წყალი მიასხესო და ფიზიკას აგიხსნი, იცი რა ხდება, როცა ზავდება წყალი და ზეთი? ცეცხლი. ეხლა გიხსნი მე ქიმიას. იცი რა მიიღება ნატრიუმის და ინდიუმის შერევით? რა? ხაშურის ლიმონათი, ძმა. მოდი ახლა ვნახოთ დამნაშავეებს როგორ სჭირდნენ ცეცხლის დაწვის დროს. მიდი რა მიდი კაკური მიდი. ბევრი. მოგდამგური. დღეს თქვენ ისჯებით ბებოს ბუტკიდან პურის მოპარვის გამო. მზად ხართ ამ ყველაფრისთვის? იცი რა ხდება ხერსოხელზე და არტყალ? აში. იცით რა ხდება, როდესაც გამოწერის ღილაკს აწვევით? ჩვენ ყველანი ბედნიერები ვხდებით. ტაში მეგობრებო. მოდი ახლა გადავიდეთ შემდეგ ვიდეოზე. 1996-ში. მაშინ იყო 4 მეწილე, 5. აქედან 2 გარდაეცვალა 3, დარჩენილია 2. ხელფასი რამდენი გაქვს? ხელფასი მაქვს 899 1568 2395 ლარი. რამდენი წლის ხარ? 1999 წელს ვიყავი 3 წლის. იქიდან 17, 18, 27 ვარ რა. წამწავით. ბიჭო, რა გაი მანქანა მომეწონა, მაგრამ იქ რა წერია, იქ მართალია თუ ჩამოყრიგა, რამდენია გარბენი? 250 160 მილი რამდენზეა შემახსენე? 1.7 გადაამრავლე და 485,000 არის კილომეტრში. არა, მაგარი ამათის არაფერი არის. ბევრია და რამდენში გამატა? 22-ში, 25-ში თავიდან ეს ჩემი იყო და ჩემი ძმა კაცის, არა, მე მარტო ჩემი იყო ეს მანქანა. თუ 3 დავიწყეთ, 24-ში გაგატან. 24-ში გაგატან. მაგარი მანქანაა ძმა. არ გაწენდება. მაშინ იყო 4 მეწილე, 5. აქედან 2 გარდაეცვალა 3, დარჩენილია 2. ბიჭო, დავიღალე ძმა, იმენა დავიღალე, პივის ფულიც არ არის, სამსახური. ჭება? უშობა დავიწყე. რა ხელფასი? ხელფასი ამდენი გაქვს. 320. მუსიკის არა. 180. ლუდი იკისრე. 180 მაძლევენ. არა, 180 არ მაძლევენ. ერთი ბოთლი. 163 მაძლევენ. ერთი ბოთლი, რა. დღეში? ვაფშე არაფერს მაძლევენ, ბინა ჩავდე. მე მივიტანე ფული. არა, უფლოდ მუშაობ. გასახები. ბიზნესი ხარ დავიწყოთ რამე. ბიჭო,
ადონები ხო არა ვაწყოთე? ხრაჩოები გავყიდოთ. არა, ბარი, ხო არ ხარ და ველოში ნასკების ბიზნესი გავხსნა. იუთუბერობა? იუთუბერობა დავუწოთ და ყველა კაუ, ასფალტი აღარ. კედლები დავანგრიოთ. სოფელში წავიდეთ. მაუ ბამინორი მოვიყვანოთ. არა, ტრუსკები ვიყიდოთ ლილაში და გავყიდოთ. ხო არ ხარ და ბიუსარტერები. ბაზარი არა. მაშინ იყო 4 მეწილე, 5. აქედან 2 გარდაეცვალა 3, დარჩენილია 2. მეგობრებო, მოდი ახლა გადავიდეთ საქართველოს სადღეგრძელო მინდა შევსვა და გავიხსენოთ ჩვენი დიდი ომები. მაგალითად დიდ გორის ბრძოლა, რომელიც ჩატარდა 1500 თუ 1700 თუ რომელ წელს იყო კაცო? 2003 წელს. შემდეგ გავიხსენოთ ვეფხისტყაოსანი, სადაც რამდენი სტროფი იყო კაცო? 2000 თუ არა 2500 თუ 155 სტროფი იყო კუპლეტებად თუ რაღაცა იყო და შემდეგ კი გავიხსენოთ ბასიაჩუკის სიმღერები, როგორი გმირული იყო და როგორი ამაყი ვართ ქართველი. დაუკრათ. მივალა მიყვები თეთრი გზებით მე ჩემ ფარასა ბატკან ხელში მყავ დაუღერი ავნანასა ავნანი ნანასა სპონსორის რუბრიკა. მოდი ვნახოთ ჭყონიას როგორ დარჩა კოკაკოლა და მაკდონალდსი. 1996-ში. მაშინ იყო 4 მეწილე, 5. აქედან 2 გარდაეცვალა 3, დარჩენილია 2. ნიკოლოზ გილოცავ თაყვანიხად სამსახურში ყველაზე დიდი მაღაზიების ქსელში. დამევალება. სალაროდან დაიწყებთ, არა, გადადიხართ მაცივრებიდან. თუ ჩვენი ისტორია როგორ სამატიპან დავიწყეთ, მაგრამ ეგრაშოში იატაკებს რომ მოგვით, მე გადადიხართ მოდი დავიწყოთ კრეკერებიდან, მე გადადიხართ ავტომატურად სასმელებში. იქიდან გადმოდიხართ მე სალაროსთან და არა, 300 ლარად ესეც სამსახურში ორი შოვით. დიახ, აბარა. მე გადადიხართ გრევა გვით ყველაფერს და გადმოდიხართ გარეთ. მოდი მეც არ მინდა. დავფიქრდები და დაგირეკავ. კეთილი, იცოდეთ დორი ფიქრეთ და ჩვენთან გელოდებით. ახლა კი გადავიდეთ შემდეგ ვიდეოზე. რომელი ფრინველი ცოცხლობს ყველაზე დიდი ხანი? ყველაზე დიდი ხანი დათვი. ბავშვი რამე ხო არ გეშლება? საქართველოსდან ზამთარში ჩიტები თბილ ქვეყნებში მიდიან. დათვებას დაიწყეს წასვლა. ასეთ გამოცდილებელს ავია კატასტროფა, როგორ შეგემთხოვთ მოგვიყევი. ეს მიფრინავდი და რაღაც შავის დავინახე, ღრუბელივით იყო და გავსხედავ დათვები, ბიჭო, ეთყობა თბილ ქვეყნიდან მოფრინავდე თუ რა იყო, მაინც დამეც და პროპელერში გაიჭედე გრიზლები, თან თეთრები. ყავისფერი კიდე ხომ არა, ეს დიდები და პროპელერში გაიჭედა, აფეთქდა პროპელერი, ჩამოვარდით, ბიჭო. კიდე კაი ყველა გადარჩა, თორე არ ვიცი რა დავიღუპებოდი. სად გადმოიფრინეს რა უნდა. რომელი ფრინველი ცოცხლობს ყველაზე დიდი ხანი? ყველაზე დიდი ხანი დათვი. ხოდა მაგას გეუბნებოდ შენ. სასწაული ისტორია. კინეჩიტებს ვაჭამოთ დათვებს. მოდი, გამშვირე და თავს კი ყურე. გავშვირესა, არ დააბთხო. მოდი აქ. ხასაყარელი არის. სალამაზია. ხოჩა. ოცნება მიხდა ნიკო. მოდი ჩამოთვალოთ ამ ბავშვისთვის საყვარელი მულტფილმები და ფილმები. ვიღაცამ დათვის ბუდეს გადაუფრინა. პირველი დათვი. დათვების ტბა ოღონდ თეატრში. შავი დათვის დესანტი. დათვმენი რაინდის აღზევება. და ბოლოს 64-ის დათვები. ახლა კი ბლიცი თორნიკესთან ერთად და ნახოთ თუ შეძლებს 25000 ლარის მოგებას. მზად ხართ თორნიკე? გამოვშ.
ყველაზე მაგარი ფეხბურთელი. დიანა ღურსკაია. რომელია გემრიელი თევზი? კუ. რომელია ყველაზე მაგარი მანქანა? უსეინ ბოლტი. ყველაზე მაგარი ფილმი? გამოგო შონესთან ერთად. ყველაზე მაგარი სიმღერა? Galaxy S24 Ultra ახალი გამოშვებული. ყველაზე მაგარი პოეტი? კილიან ბამპე. და ყველაზე მაგარი საჭმელი? ინკალი რომ მევასებო ისე არაფერი რა. და თქვენ მოიგეთ 25 უარხასო! გილოცავთ. ახლა კი ვნახოთ ეს პატარა გოგონა ზეიმზე რომელ ლექს მოყვებოდა. დათვი ვნახე დაჭრილი ვეფხვებს და ლომებს ეომებოდა ეცა და ბეჭავს ადგომა მაგრამ აღარ ადგებოდა აბა ბიჭებო კარგი ბანი მჭირდება დათვი მგელი მოფრინავა და ორანინა ლეოპარდი მეგონა ორანინა გამიფრინდა ჩემი დათვი ორანინა ჩემი ტურფა მარგალიტი ორანინა მოკლედ მეგობრებო დასულა ჩვენი მე-6 გადაცემა მადლობთ რომ გვიყურებთ და თხოვნა იქნება რომ გამოგვიწეროთ შეგახსენებთ რომ ჩვენ ვიმყოფებით ტოროს ბარში კინზბარაულის 15 ნომერში თხოვნა იქნება რომ გამოგვიწეროთ და გამოგვიგზავნოთ ვიდეოები რომელიც შემდეგ გადაცემაში მოხდება კარგად ბრძანდებოდეთ მადლობა ყურებისთვის